მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე ელოდებით ალბათ დღევანდელ მონოლოგს ეს ის შემთხვევა რა როცა თქვენ კი არა მეც ველოდები ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩემს მონოლოგს მოკლედ დღევანდელი გადაცემა მინდა ორიგინალურად დავიწყო თამუნაკთ ხო ბეც ვეძებდი ვაისად არ ვიარე დრო და ჟამი მიმატებდა სევდას რაც ამ ქვეყნად ცოდვა ბრალი ტრიალებს ზეცა როგორ არ შავდება ნეტა ტრიალებს ბოდიშ მეგობრებო ფსიქოტროპულ წამლებს ვსვამ და პერიოდულად ასე წამომაყივლებს ხოლმე და არ მიაქციოთ ყურადღება მაპატიეთ ამუნა ჩაგიშალე ნომერი ესეთი რაღაცა წამომაყივლა რაღაცა ჭირს არ ვიცი რაღაცა მიმართება მოკლედ დღეს ისეთი გადაცემა მაქვს რომ დარწმუნებული ვარ ყველა ეკრანს მიუხსნებით ანტონით დაწყებული ტრისტანით დამთავრებული ყველა ძვირფასო მეგობრებო ტრი აი წამომაყივლა კიდევ ხვდებით ალბათ ხო ალბათ ყველა მოისმინეთ TV პირველზე გასული ფარული ჩანაწერები მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ვიდეოს სახით თუ შეიძლება ვნახოთ ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახით და იქ ტრიტრის არ ვიძახი იქ ვიძახი ანტონი ესე ვეძახით ერთმანეთს ანტონი და ეს არის ჩანაწერი სადაც ერთმანეთს ესაუბრებენ ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძე და ანტონი ღარიბაშვილი ამ აუდიო ჩანაწერში ბერა ავალებს ანტონი ღარიბაშვილს რომ პასუხი მოსთხოვონ და დააშინონ ყველა ის მოზარდი რომელმაც ბერა ან ბერას სიმღერები ცუდად მოიხსენია. შიგადაშიგ ანტონი ღარიბაშვილი ბერას აკებს მაგარი ვაჟკაცოთ მოიქეცი მაგარი ვაჟკაცოთ მოკლედ მაგარი ვაჟკაცები ყავს მართლება ძვირფასო მეგობრებო. სიტყვას არ შეარჩენენ ვინმეს. მეტიც დარბევად შეუძლიათ თო. კარგად დალაგდა ყველაფერი. ბერას თინეიჯერების ტერორი აქვს აღებული თავის თავზე, მამამის 18+, ანუ ზემოთ. ბიძინა გმართავს 6-დან 10-მდე და 10-ის მერე იცვლება ტირანი. ანუ ბერა შემოდის მეორე ცვლაში მუშაობს, მიხვდით, ქვეყნის დატერორებაში. აუდიო ზოლის გზარის გავრცელების შემდეგ დაირაზმა მთელი ქართული ოცნება და დაიწყეს გაპრავება. ესო ძველი ჩანაწერიაო, ასე 2010-2011 წელიაო, მან ბერა არისო არასრულწლოვანიო. ქართული ოცნების გამპრავებლებს მინდა მიუმართო 16 წლის იყო აღმაშენებელის, მაგრამ ის რატომღაც თურქ სელჩუკებს დაძდევდა 15 წლის ბავშვების ნაცვლად, ესე რომ თქვათ. ალბათ იმიტომ რომ წამქეზებელი არ უარგოდა ანტონის მაგივრად ჭყონდიდელი აკეზებდა. მაგრამ ხალხი რომ შეუწყვიტა სელჩუკებს, მაგარი ვაჟკაცურად მოიქცა მაშინ. დათო მართლა მაგარი ვაჟკაცურად მოიქცა მამაგროს. არა თლად ბერასავით ვერა, მაგრამ დავიცაც მალადეც რა, მაგარი ვაჟკაცური საქციელი იყო ეგ. გია ვოლსკიმ საკმაოდ გულისამაჩუყებლად გააправა ეს ყველაფერი. პატარა ბერა დააბულინგეს და მწყობრიდან გამოიყვანესო. ცრემლი მომერია მე. ჩვენი უფლისწული თურმე როგორ სტრესში იზრდება და ჩვენ ეს არ ვიცით. რას უშრებით ამ ერთი ციცკნა უმწეო ბიჭუნას. ანზორი, მოდი 1-2 სილა ჩვენ შემოგცხე ხო შეიძლება კაცო რა. ბავშვმა იქნება შვიდად დაიძინოს ამაღამ. 1-2 სკოლის მოსწავლეებიც კიდე რომელსაც ძალიან აქვს ენა წაგდებული და იქნება მაგათაც მავაშიგერი რო დასყობს რეალში. ანზორი ხო კარატისტია, თამულა შენ არ იცოდი, ანზორი კარატისტი იყო. ამძადებს ბავშვებს. უფლისწულის დაცვის არმიას თავისი რაზმით შეუერთდა ბაჟაღლო ტელევიზია. მათ სპეციალური ეთერი მიუძღეს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს. სტუდიაში მოწვეული ყავდათ წარჩინებული მონები და დიდ ეკრანზე ჩართეს ბერა ივანიშვილი. ისე რა უცნაური მეტყველება აქვს ამ მამაშვილს რა ბიძინას გამოსვლების დროს 2012-ში ჩვენ რო უფასო ფული გვესმოდა თურმე ანტონის ამბობს იქაც ბიძინას ყველა დაპირება ანტონია ისე რო დავაკვირდეთ ყველა დაპირება მე ანტონი მგონია ეხლაც მართლა ანტონის ამბობს ისე ყველა დაპირებაში მე რას დავაკვირდით იცით აი მაგალითად ღარიბაშვილს ცხოვრებაში ხომ ირაკლი ქვია მაგრამ როგორც ბერას სათამაშოს ქვია ანტონი ყველა ბავშვი ხო თავის თოჯინას სახელს არქმევს და ღარიბაშვილს ანტონს ეძახის, ტიკარაძეს ბარბის მაგალითად. აი რაღაც ესეთ სახელები აქვს. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ ქვეყანას მართავენ ბერას სათამაშოები, მამას გათამამებულია ეგეც. მიეცი რა რამე სხვა აიღე რამე ხის სათამაშო და იმით ითამაშოს ბავშვი. ამ ხელა ქვეყანას ყურადღება სათამაშოს როგორ შეიძლება?
ხო ხედავ გააფუჭა უკვე ქვეყანა ამ თამაშით. ახლა მეშინია ჩვენი ქვეყანა არ დაშალოს ნაწილ-ნაწილებად და მეზობეს არ აჩუქოს. ხო შეიძლება რა იცის ბავშვებმა იციან შეგნით აინტერესებთ რა. სხვათა შორის ამ ინტერვიუს შემდეგ მე დავეჭვდი რომ ბერა მართლა ანტონის ამბობს თქო, გადავწყვიტე რომ უფრო ღრმად გავცნობოდი ამ სატელეფონო ჩანაწერს და აღმოაჩინე რომ ბერა მართლაც ანტონის ამბობს. ამის გარდა კიდე ბევრი უზუსტობა აღმოაჩინე, მაგალითად, აი დავაკვირი რა, ჩვენ რო გონია რომ ანზორას ამბობს, სინამდვილეში ამბობს ბზობას. და თავის მეჯვარეს ამიკოს კი არ ახსენებს, მამიკოს ამბობს. და სრული წინადადება კი ასე ჟღერს. ბზობას მამიკო ეკლესიაში მიდის რომ საქართველოს გადარჩენისთვის ილოცოს. აი ესე გავარჩიე მე წინადადება, ამ ღვთისმიერი ბავშვის წინადადება. ამ ინტერვიუს შემდეგ მე არ გამიკვირდება ბაჯაღლო ტელევიზიამ გააკეთო სიუჟეტი ბიძინა ივანიშვილზე, როგორ აფეთქებს საყდრის ცელქი პატარა არასრულწლოვანი ბიძინა ივანიშვილი. არასრულწლოვანი აქ თავად. საინტერესო განცხადება გააკეთა ამ გადაცემის სტუდიაში მარადიული სტუმრის სტატუსით მოწვეულმა გოგა ხაინდრავამ. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. ეს ტელესაროსკიპოები ეს დაწესებულებები, რომელიც ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევიან, ნამდვილს, რომელიც არაფრით ნაკლები არ არის იმ ტერორზე, რომელიც სოფლიოში სხვადასხვა ფორმით უნდა გამოვთოთ და მორჩა. ასეთი ამბები რომ თავიდან ავისულოთ, უნდა დავხუროთ ტელესაროსკიპოებიო, ესე თქვა. გაიგონეთ ხალხო, ოპოზიციური ტელევიზიებიო, საროსკიპოებს გვეძახის, უნდა დავხუროთო. პრინციპში რა პრობლემაა? ბერას გამო სვეტიცხოველი დაკეტეთ და ტელევიზიები რო დაკეტოთ, რა პრობლემაა? რა არის მანდ გასაკვირი? ისე რა არის ეს ცხოვრება რა, ტელესაროსკიპოებიო. უნდა დაიხუროსო, ამას გვეუბნება გოგა ხაინდრავა პოლიტიკური პორნოგრაფიის ეთერიდან. ხო, რა გაგიკვირდა, ტელეიმედი არის პოლიტიკური პორნოგრაფია. პორნოგრაფია კი იცით, რაც არის, ყველაფერს რო კადრულობენ სექსის დროს, ეს არის უფრო პორნოგრაფია. მე ასე მგონია, მე ვფიქრობ. ხალხო, საერთოდ რას ვაკეთებთ? რა ხდება? რა დროს ტელევიზიების დახურვა, რა დროს უფლისწულის გაправება, დაგვექცა ქვეყანა თავზე. ხალხი შიმშილობს, ეკონომიკა გვექცევა, დოლარის კურსი იცით რამდენია? 3 და 3. Tri! აი, აჰა, კიდე წამომაყივნა. ხო ხედავ, ნუ რაღაცა წამალია ესეთი ფსიქოტროპული, რომ ვერ იმას უცებ მაყივლებს ესე. Tri! აი, არ ვიცი. ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ანტონი ღარიბაშვილს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, გუშინ გამოჩნდა მთავრობის ხდომაზე და ჩანაწერებზე არაფერი არ უთქვამს. არ და პირიქით ჯობდა ჩანაწერებზე ყველაფერი ეთქვა და უბრალოდ აღარ გამოჩენილიყო. წესით ესე ჯობდა. პატარძალივით იჯდა მთავრობის ხდომაზე ანტონი ღარიბაშვილი. ხო, აი პატარძალივით აი ირგვლივ ყველამ რომ იცის წინა ღამით რაც მოხდა და რო აკვირდებიან როგორ მოიქცევა, მაგრამ ესეც რო არაფერს არ იმჩნევს. აი ესე იჯდა გუშინდელ მთავრობის ხდომაზე. აგრეთვე მთავრობის ხდომაზე იყო საუბარი ბრიუსელში ვიზიტზე და ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაზე, სხვათა შორის ჯანდაცვის მინისტრა ბარბი ტიკარაძემ დაგვამშვიდა რომ ვაქცინა მალე შემოვა ქვეყანაშიო. მალე შემოვა. სხვათა შორის ძალიან ორიგინალური ვიზუალით წარსდგა ბარბი ტიკარაძის საზოგადოების წინაშე. მოდით ნახოთ ეს პატარა ფოტოა, საინტერესოა. თვითფასო მეგობრებო, შეხედეთ ხო ფოტოს, პირდაპირ გეტყვით რომ ეს ყელზე რო უკიდია ეს ბაფთა არ არის მეგობრებო. თქვენ რომ ბაფთა გეგონათ, ეს არის ვუჰანის ღამურა, აი კოვიდი რომ გაავრცელა პირველად, ვაქცინა ვერ შემოგვიტანა ტიკარაძემ, სამაგიეროდ ღამურა დაგვიკლა და აი ესე ყელზე აქ ესე გადაფენილი. მინისტრმა დაგვაწყნარა, მალე იქნება ვაქცინაო, ახლა მოდით ნახოთ ამ დროს რა ხდება სხვა ქვეყნებში. ნახოთ სტატიის სათაური. სან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები კოვიდ ვაქცინით აცრეს. ამ მაიმუნებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების სტატუსით და დაგვათვალიერონ როგორები ვართ ყველასგან მივიწყებული ადამიანები და მაიმუნებმა დაგვათვალიერონ როგორ გამოვიყურებით ადამიანები რომლებიც არ ვართ აცრილები. მაიმუნები აცრეს სან-დიეგოში, ჩვენთანაც ვაქცინა რო შემოვა, ისეთი მთავრობა ყავს, ჯერ ბიძინას ლემურებს აცრიან და მერე ხალხს. ასია ჯერ კიდევ ბევრი დრო გჭირდება, რომ ბიძინასთვის ხალხი პირველ ხარისხოვან ინდივიდებად გადავიქცეთ. ჯერ ლემურები გვისწრებენ, ცოტათი ფლამინგოები, მაგრამ არა უშავს, ეგ დროც მოვა. მთავარია დავიმსახუროთ ხალხმა ეს ყველაფერი. უნდა დავიმსახუროთ თვითფასო მეგობრებო, რომ ჩვენ ავიცრათ ბიძინასთან, უნდა დამსახურება უნდა გქონდეს რაღაც. ოცნების მინისტრები ყოველთვის ფორმაში რომ არიან, ამას ყოველ გამოსვლაზე ამტკიცებენ,
მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ძალიან უცნაური ადამიანია, ამას ზედმეტ სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ, რას ეძახიან, არ ვიცი, ვახტუ, არ ვიცი, რაღაცას შეიძლება ეძახის ბერა. მოდით ნახოთ ვახო გომელაურის ვიდეო. ვიტყოდი, შეიძლება რაღაც პროცენტით მოიმატა პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის თემამ, თუმცა ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, რომ პანდემიის გულზე მოიმატა თუ რისი გულზე მოიმატა, ნამდვილად ვერ გეტყვით. პანდემიის გულიზა თუ რისი გულიზაო, ვერ გეტყვითო, რა ვიცი, იქნება იმის გულიზა, რომ კრიმინალი ასე უპრაგონო დეიბრიქება, რა ვიცი, ვახო. ან იმის გულიზა, რომ ამ ყველაფერზე არ რეაგირებთ და ფეხი-ფეხზე გაქვთ გადაკვანტილებული. დროზე გამოფხიზდით, თორე ამ თავრობასთან ერთად გომელაურის გუხტება ღელეზე. აი, ესეთია ჩემი კომენტარიც, როგორც ვახო ლაპარაკობს, მეც ისევ ლაპარაკობ. რა გავაკეთო? არ ნაკლებ საინტერესო განცხადება გააკეთა გომელაურმა ამის შემდეგ, მოდით ეს ნახოთ ეს პატარა მონარიდია, წაგიკითხავთ. მკვლელობის შემთხვევები გაიზარდა სამაგიეროდ, მკვლელობის მცდელობის შემთხვევები შემცირდა. მოიმატა მკვლელობებმა, სამაგიეროდ იკლო მკვლელობის მცდელობებმაო ხალხო. ანუ ადრე ჰქონდათ მცდელობა და ვერ კლავდნენო და ახლა უკვე ბოლომდე მიყავთ საქმეო და შინაგან საქმეთა მინისტრი ამით ამაყობს. არ ვიცი როგორ უნდა იმართლოს ამაზე თავი, ვახომ არ ვიცი, მაქსიმუმ თქვას რომ ამ განცხადების გაკეთების დროს არასრულწლოვანი ვიყავიო. მაქსიმუმ ამით შეიძლება გავაპრო, ტრენდულია, იმიტომ ყველა ამით იპრავებს თავს, რომ არასრულწლოვანი იყავი მაშინ. ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალი, თავისუფალ მედიაზე ღია შეწყვეტა მიმდინარეობს, მოშლილია ყველა სფერო და ამ დროს თქვენ გონიათ რომ პრეზიდენტი უსაქმოდაა, არაფერს აკეთებს, თქვენ ძალიან ცდებით. სალომე ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა რეჟისორი ქეთი დოლიძე. მე საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს კაცო. დააჯილდოვოს, რა პრობლემაა? უბრალოდ თვითონ ჯილდო შევარჩიოთ ხოლმე, სწორად რა საერთო აქვს ქეთი დოლიძეს, სალომეს და თამარ მეფეს. ხო შეიძლება დავაწოდოთ კუკარაჩას რეჟისორის ორდენი, ან ქსენოფობიის ორდენი, ან რაღაცა ოპოზიციის ლანძღვის ორდენი, ან ხელისუფლების გაправების ორდენი. ეს ჯილდო, ეს უფრო აი სწორი ჯილდო იქნება, მე ასე მგონია. რა თუნდა ხა თამარ მეფის ორდენი საიდან მოიტანეს? რო დავაკვირდი, ყველგან ქაოსია ძვირფასო მეგობრებო, აგერ მაგალითად რაგბი, რო ერთი ოჯახი რო გვეგონა, იქაც მოიფიქრა იმ ღვთისნიერმა კაცმა, როგორ აერია ეს ოჯახი და თავისი კაცი ჩასვა გერივით იმ საერთო დიდ ოჯახში. ამხელა რაგბის კავშირიც თავის ჭკუაზე დაალაგა. ერთი სიტყვით ბიზნეს, ერთი ჯაყო ყველა სტრუქტურაში ყავს ჩასახლებული ძვირფასო ტელემაყურებლები. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რომ ვაკვირდები, ყველანაირი იმედი გადამეწურა, არსაიდან ჩანს საშველი, ერთადერთი ნათელი წერტილი ახლა ციმციმებს ბრიუსელში. ევროპა თუ აიძულებს ამათ სანქციებით, როგორმე დაანიშნოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანას მართავენ ჩვეულებრივი კრიმინალები, იმდენად სახიფათო მთავრობაა, რომ შეიძლება შარლ მიშელთან შესახვედრად ანზორი, ჯერონიმო და რეპერი ამიკო გააგზავნონ ბრიუსელში, ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ მისაკაჩავებელია ეგ და რო იცოდე ვისთან აქვს საქმე რა. ძალიან მაგარი ვაშკაცურად მოიქცენ იმინა ბრიუსელში, ბიჭები ჩავლენ, მაგარი ვაშკაცურად მოიქცევიან, მართლა თამუნა მე და დავკარი ახლა ვაშკაცურად დავკარი ბიჭები. მადლობ ჩვენ შოუს და დაბოლოებით ბედი თამუნა ლეკოიში თქვენ ვალობთ.